იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვექნება ჩვენს უსაყვარლეს პროდუქტის დაბრუნებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია. პირველ ნაწილში გაგაცნობთ თუ რა არის საერთოდ კომპანია ჯიფუ, რას წარმოადგენს, რას ემსახურება და შემდეგ ეტაპზე უკვე ჩვენს სტუმარს, ვინც გვესაუბრება უკვე პროდუქტზე, იმას მოვიწვევთ. დავიწყოთ მაშინ ჩვენი პრეზენტაცია. კომპანია ჯიფუ არის ამერიკული პროექტი, სიცოცხლით სავსე ცხოვრების სტილია, მისი სტილი ასე ვთქვათ, და რომ გაეცნობით ბოლომდე მიხვდებით, რატომ არის ასე. ჯიფუ სიტყვასიტყვით ითარგმნება სიუხვით სავსე ცხოვრება, ასეთნაირად და ნებისმიერი კომპანიის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ დგას, რა გუნდი დგას ამ კომპანიის უკან, რომ ეს განსაზღვრავს, ხო, წარმატებული იქნება პროექტი თუ არ იქნება წარმატებული. ამ შემთხვევაში ეს წარმოდგენილია ეს პატარა მცირე გუნდი, მცირე ნაწილი გუნდის და სწორედ აი კაილ კოპლანდი მაგალითად მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ კომპანია ჯიფუ ესეთი სწრაფად მზარდი პროექტია და ისეთ მნიშვნელოვან მომენტებს ანვითარებს, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება დამერწმუნეთ. სამ მიმართულებას ანვითარებს კომპანია. დღეს რა თქმა უნდა, მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხებზე გვექნება საუბარი, მაგრამ მოკლედ მინდა რომ იცოდეთ კიდევ რა მიმართულებებია, ხო? ჯიფუ ტრეველი ეს არის მოგზაურობის და ტურიზმის პლატფორმა. ესეც ძალიან საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ ადამიანს ძალიან უყვარს მოგზაურობა და როგორიც არის ვთქვათ, Booking-ი, Airbnb და სხვადასხვა გვერდები, საიტები, საიდან შეგიძლიათ რომ დაჯავშნოთ თქვენი მოგზაურობა. აი ჯიფუ ტრეველის პლატფორმის დახმარებით შეგიძლიათ რომ შეღავათიან ფასებში იმოგზაუროთ და გარდა მაგისა აქვს კიდევ ძალიან ბევრი ბენეფიტი. ამაზე ახლა არ დავიწყებ საუბარს, იმიტომ რომ დღევანდელი ფორმატი ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს. მეორე მიმართულება, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი და მესამე ეს არის ჯიფუ ლაივ. ჯიფუ ლაივი არის სასწავლო პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ისეთი მნიშვნელოვანი გაიაროთ ისეთი მნიშვნელოვანი ტრენინგები და შეისწავლოთ ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, რაც ძალიან აქტუალურია, ხო, დღევანდელობაში ეს არის ვთქვათ ფსიქოლოგიური ტრენინგები, აქვე არის ფორექსი, კრიპტო, აქ არის სოცმედია, ელექტრონული კომერცია, უცხოენები და ძალიან ბევრი კიდევ და კიდევ იხვეწება და ემატება, რაც უფრო მოთხოვნადი არის ადამიანებში, რა თქმა უნდა, ეს ამ მოთხოვნებს ითვალისწინებს კომპანია და ამატებს აი ამ პროგრამებს. ამიტომ ეს მიმართულებაც ძალიან საინტერესოა და შეგიძლიათ რომ თქვენს მომწვევებს ჩაეკითხოთ ბოლომდე, როგორ შეიძლება რომ ვთქვათ მეტი ინფორმაცია მიიღოთ, ჩაერთოთ აი ამ მიმართულებებში და რა თქმა უნდა აიმაღლოთ თქვენი კვალიფიკაცია და იმოგზაუროთ უფრო ეკონომიურად, ასე ვთქვათ, შეღავათიანად და უფრო ხარისხიანად. დღევანდელი მიმართულება, რაზეც გვექნება საუბარი, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. დღეს ჩვენ არ გვექნება ტრადიციულ მედიცინაზე საუბარი, აქ საუბარი იქნება, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ის მდგომარეობა, თუ ჯანმრთელები ვართ, რომ დიდხანს ვიყოთ ჯანმრთელები და კარგად, ანუ სრული დატვირთვით ვიცხოვროთ ისე როგორც ჩვენ გვინდა და თუ რაიმე პრობლემები გვაქვს ჯანმრთელობის მიმართულებით, როგორ შეიძლება რომ ტრადიციულ მედიცინასთან ერთად აი შეთავსებით უკეთესი და უკეთესი შედეგები მივიღოთ. რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან ბევრია და ამაზე ახლა არ მექნება საუბარი, თუმცა გეტყვით, რომ დღევანდელი ფორმატი შედეგებს არ ითვალისწინებს, მაგრამ პრეზენტაციის მსვლელობის დროს თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ჩატში დაწეროთ, თუ დრო გვეყოფა სამაგისოდ, ქალბატონი თამარს ვთხოვ, რამოდენიმე ისეთ კითხვას ამოვარჩევ საინტერესოს, ყველაზე საინტერესოს და თუ დრო დაგვრჩება, რა თქმა უნდა, ამაზეც ვისაუბრებთ და რაღაცა რეკომენდაციებს მიიღებთ ქალბატონი თამარისგან. ეხლა მე მინდა რომ აღარ წავართვა დრო ჩვენს მეორე გამომსვლელს და დავიწყოთ დროულად. მინდა თქვენს წინაშე წარვადგინო ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ უკვე 15 წელზე მეტია, მე მგონი, ერთად ვთანამშრომლობთ და ერთად მოვდივართ გუნდურად. ძალიან მიყვარს ეს ადამიანი, გარდა არა მარტო იმიტომ, რომ პროფესიონალია თავისი საქმის, ძალიან დიდი გულის ადამიანია და ძალიან კეთილი ადამიანია და მეგობრული, ჩემი უფროსი მეგობარია და
აი ამ ტრადიციულ მედიცინაში თუ სწორად მახსოვს, სადღაც 30 წლიანი გამოცდილება აქვს და ამ სფეროში უკვე ისიც 15 წელზე მეტია მოღვაწეობს და აი ამ ფუნქციური პროდუქტებით, საკვები დანამატებით არაერთ ადამიანს გაუხანგრძლივად ცხოვრებაც და გაულამაზა კიდევაც ცხოვრება. ამიტომ მის პროფესიონალიზმს მივანდობ ახლა დღევანდელ პრეზენტაციას და ვთხოვ ქალბატონ თამარს, რომ ჩაგვერთოს და მოგესალმებით, თუ ისმის ხმა ჩემი. კი, ისმის, მოგესალმებით თამარ, მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. მოკლედ დღევანდელი პრეზენტაცია ემსახურება იმას, რომ ჩიფუს პროდუქცია გაგაცნოთ, რა თქმა უნდა, და მეორე მხრივ აქცენტი გავაკეთოთ იმ ახალ პროდუქტზე, რომელიც ჯიფუმ ჩვენი დაჟინებული თხოვნით, ხო, გადმოიტანა სხვა პროექტიდან და მოგვაწოდა უკვე სხვა ხარისხში აყვანილი და ამაზე მექნება მოგვიანებით საუბარი. მანამდე მინდა რომ ჩვენი საერთოდ საკვები დანამატები რატომ არის საჭირო, ბევრი მიდის ძალიან დიდი სოციალურ ქსელებში საკვებ დანამატებზე ძალიან ბევრი საუბარია, ძალიან ბევრი ცნობილი ექიმები უკვე ცნობენ კი არა და იყენებენ ამ დანამატებს იმისთვის, რომ მათი პაციენტების მდგომარეობა კიდევ უფრო უკეთესი გახდეს მათ მკურნალობასთან ერთად და ამასთან ერთად დღევანდელ დღეს, ხო, საჭიროება იმიტომ არის, რომ დღეს ჩვენ არ გვაქვს ისეთი გარემო, მამაში გულისხმობ ყველაფერს გარედან რაც შემოდის ჩვენს ორგანიზმში, ხო, ჯანმრთელ ადამიანსაც კი უჭირს დღეს აი ამ ეკოლოგიური კატასტროფების დროს, როცა ჰაერიც არ არის სუფთა, როცა წყალიც არ არის სუფთა, ხო? ხშირად წყლითაც კი ინტოქსიკაციას იღებენ ადამიანები, საკვები განსაკუთრებით აღარ შეიცავს იმ მინერალებს, იმ ცილებს, იმ ვიტამინებს, რომელიც 20-30 წლის უკან და კიდევ უფრო უკან იყო, ხო, სხვადასხვა ხილში, ბოსტნეულში, ხორცში თუ გნებავთ რძის პროდუქტებში და დეფიციტი არის საკვები ნივთიერებების, რომელიც ჭირდება ჩვენს ორგანიზმს, პარალელურად შემოდის ტოქსინები, რომელიც აი ამ პროდუქტებთან ერთად, როცა ჩვენ ვღებულობთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ხო, იქ გამოყენებული არ ვიცით რამდენი პესტიციდები გამოიყენეს, რა ჰორმონები გამოიყენეს ხორცის წარმოების დროს, იმ რძის წარმოების დროს, ხო, უამრავი ესეთი ჩეპე მოხდა, ხო, ძალიან ბევრჯერ და აი ეს ტოქსინები, ეს მძიმე მეტალის მარილები თუნდაც, ხო, რითაც არის გაჯერებული ჩვენი ჰაერიც კი, ხო, ამიტომ ადამიანებს უწევთ ცხოვრება ძალიან სტრესულ გარემოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ხო, საქართველოში როგორი სტრესული გარემოა და ეს სტრესი, ეს ეკოლოგიური გარემო, ხო, რაც დარღვეულია ეს ეკოლოგია, ყველაფერი მოქმედებს ჩვენ ცხოვრებაზე. და 10 წლების განმავლობაში ბავშვობიდან დაწყებული ჩვენი ორგანიზმი განიცდის აი ასეთ აგრესიულ მოქმედებას. ამას ემატება კიდევ ჩვენი მავნე-ჩვევები, რასაც ცხოვრების განმავლობაში ვიძენთ ხოლმე და ესეც რა თქმა უნდა ჩვენს აღრმავებს კიდევ აი ამ პრობლემებს და ამასთან ბრძოლა მხოლოდ მედიკამენტებით, მხოლოდ გაიდლაინებით, ხო, აი არ არის საკმარისი, თორემ აუცილებელია, რა თქმა უნდა, როცა ადამიანს ჯანმრთელობის რაღაცა რთული პრობლემა აქვს, იქ აუცილებელია კი არა და საჭიროა წელიწადში ერთხელ მაინც გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, ჩაიტაროთ რაღაცა კვლევები და წინასწარ აღმოაჩინოთ ხოლმე თუ რაღაცა გელოდებათ წინ და რო გველოდება ეს ფაქტია, იმიტომ რომ ბავშვებსაც კი არ აქვთ მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ვზრუნავთ მათზე უფრო ვიდრე ჩვენს თავზე, ბავშვებსაც კი არ აქვთ ისეთი საკვები, რომელიც სჭირდებათ მათ ფიზიკურ განვითარებას, მათ გონებრივ განვითარებას, მათ ფსიქიკას, ხო,
ამიტომაც ძალიან ბევრი დარღვევებია ხოლმე ბავშვების ჯანმრთელობის კუთხითაც და ბავშვებიდან უნდა დავიწყოთ, რა თქმა უნდა და ახალგაზრდებით, სტუდენტებით, რომელთაც ძალიან ესეთი მძიმე თან მუშაობენ, ზოგი სწავლობენ და არანორმალური დღის რეჟიმი აქვს, ხო, ძილის დარღვევაც აქვს და ენერგიის უკმარისობას განიცდიან. ნუ აღარ ვამბობ უკვე საშუალო ასაკზე, უფრო ასაკზე, უკვე დაგროვილია ეს ყველაფერი, როგორ მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. და რა არის გამოსავალი? გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. აი ეს, რასაც ახლა ჩვენ ხედავთ ეკრანზე, ხო? რაც შეიძლება უნდა ვეცადოთ, სტრესისგან თავის არიდება, რაც უფრო ჯანსაღი საკვებით ყვება, უფრო სუფთა ჰაერზე, ვარჯიში, ფიზიკური დატვირთვა, ხო, როცა გონებრივად ახარ დატვირთული და მთელი დღე მჯდომარე სამსახური გაქვს, ხო, აუცილებელია რომ ფიზიკური დატვირთვაც იყოს, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი და ამიტომ არის რომ მოიტანა დრომ და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე შემოვიდა საკვები დანამატები, ამას მთელი ისტორია აქვს და ეს დაიწყო ამერიკიდან, ევროპიდან, თუმცა აღმოსავლეთში, ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია ცნობილი არიან თავიანთი აღმოსავლური მედიცინით და ხალხური მედიცინით და ეს აღმოსავლური მედიცინა თანდათან გახდა ის მიზეზი, რომ აი ეს ზუსტათაც რომ შექმნილიყო ამერიკიდან წამოსულიყო აი ეს საკვები დანამატები და ნელ-ნელა როგორც ჯერ თავიდან როგორც დანამატი, მართლა დანამატი, ანუ ავსებდა დაუშვათ რკინის ნაკლებობას, ავსებდა C ვიტამინის ნაკლებობას, იქ სხვადასხვა ვიტამინების ნაკლებობას, სხვადასხვა მინერალების ნაკლებობას, ხო, ცალ-ცალკე გამოდიოდა ეს ყველაფერი, მერე ნელ-ნელა ეს შეერთდა, უფრო კომპლექსური პრეპარატები, პროდუქტები მოგვაწოდეს და 21 საუკუნიდან უკვე ეს ყველაფერი დაეყრდნოს მეცნიერებს, ექიმებს, რომლებმაც უკვე შექმნეს ფორმულები, რომლებმაც იმუშავეს ათეული წლები ამ ფორმულების შექმნაზე და ჩვენ გქონდა ბედნიერება, რომ აი ასეთ მეცნიერებთან გვეთანამშრომლა წინა პროექტებშიც და ჯიფუმ გადმოიტანა ეს ყველაფერი თავის საქმიანობაში, რაც მოგვაწოდა უკვე ეს პროდუქტები არის უკვე სხვა ხარისხზე აყვანილი, რაც კი აქამდე ხსმენია, იმიტომ რომ ამან მიიღო უკვე სხვა ანუ იმ დატვირთვამ საკვები დანამატების მიიღო სხვა ფუნქცია და თვითონ საკვებმა დანამატებმა აი ასეთი კომბინირებით, კომპლექსური მიდგომით, სინერგიული მიდგომით, ფორმულების შექმნით, ხო, ეს უკვე არის ფუნქციური პროდუქტი და ფუნქციური პროდუქტი ეს არის ის პროდუქტი, რომელიც სისტემურად მუშაობს, ან მთელ ორგანიზმზე მუშაობს ერთდროულად და აკეთებს იმას, რომ ცალკე რაღაცას უკმარისობას კი არ შეავსებს, არამედ ზოგადად მთლიანად ორგანიზმში თუ კი რამე არის, აი ამ შემთხვევაში თუ კი რამე დარღვეულია, ჰორმონალური ბალანსი დარღვეულია, თუ დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა, მეტაბოლიზმი, თუ დარღვეულია კუჭნაწლავის ფუნქციები, ნერვული სისტემის ფუნქციები, გულის სისხლძარღვები, აი ამაზე მუშაობს ერთდროულად, იმიტომ რომ ყველა უჯრედს თავისთავად ჭირდება, ყველას ერთი და იგივე საკვები, ნივთიერებები ჭირდება, რომ იფუნქციონიროს, ამიტომ არის, რომ როცა ასეთი კომპლექსური პროდუქტები შემოდის, ხო, ის მუშაობს და ამიტომ არ უკვირთ ხოლმე, როცა ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე ვსაუბრობთ, არ უკვირთ ხოლმე, როცა რომელიმე პროდუქტი ან რომელიმე პროდუქტების ერთობლიობა ჩვენ გვაძლევს იმას, რომ ადამიანი გრძნობს, რომ არა მისი ერთი პრობლემა ან ორი პრობლემა, არამედ ზოგადად ბევრი რამ, რაც მას აწუხებდა, აი ეს ერთდროულად, ოღონდ სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვა დროს იმუშაოს, ხო, პროდუქტმა რაღაცა პერიოდულობით, აი ამის ნელ-ნელა მოწესრიგება ხდება. აი ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ანუ ადამიანს ჭირდება რა, ჩვენს ორგანიზმს ჭირდება რა. ის რომ შეავსოს, რა თქმა უნდა, ის დეფიციტი, რასაც საკვებიდან ვიღებთ, ის რაც ტოქსინები შემოდის და სხვადასხვა მავნე ნივთიერებები თავისუფალ რადიკალებსაც ეძახიან, ხო, რომელიც არღვევს უჯრედის მთლიანობას, არღვევს ფუნქციონირებას, ხო, აი ეს თავისუფალი რადიკალები აგრესიულ ფორმებს გაუწიონ წინააღმდეგობა, ეს არის ანტიოქსიდანტური
მოქმედება ამ პროდუქტების და არის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენს ორგანიზმში ყველასთან, ბავშვებშიც და დიდებშიც მიმდინარეობს ფარული მცირე ანთებებს ეძახიან, რომელიც არ არის გამოვლენილი. მას ერევა ორგანიზმი, მას აქვს რესურსი, რომ მოერიოს ამ პატარ-პატარა პრობლემებს და მაგრამ რაღაცა დროის გავლის მერე, აი რამოდენიმე ათეული წელი, 20 წელი, ხო, აი ამის მერე უცებ იფეთქებს ხოლმე ანუ ამ ეს დაგროვილი უკვე იფეთქებს ხოლმე და გვექმნება სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მაშინ როცა ჩვენ ჯანმრთელები ვართ, მაშინ გქონდეს ჩვენს ორგანიზმზე ზრუნვის ჩვევა. აი ეს ჩვევა ადამიანისთვის, ხო, უამრავი ჩვევა არსებობს, რომელიც ადამიანმა გამოიმუშავა და აი ეს ერთ-ერთი ჩვევა საკუთარ თავზე ზრუნვა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა, ეს იყოს ერთ-ერთი გამორჩეული და არ უნდა რჩებოდეს ყურადღების გარეშე, აი ეს ჩვევა უნდა გამოიმუშავა და განახორციელო კიდევაც ეს ჩვევა. მოქმედებაში მოიყვანო მოკლედ. და აი ამაში გვეხმარება ჩვენ ახლა მე არ ვამბობ, რომ ჯიფუს აქვს მარტო ეს პროდუქტები, უამრავი სხვადასხვა დანამატები შემოდის, უამრავი პროდუქტები შემოდის საქართველოში და მთელ მსოფლიოში. სავსეა ბაზარი და კონკურენციაც არის, მაგრამ გააჩნია კონკურენციას ვისთან აიგივებ, ხო? ის რომ ბოლო მიღწევები მეცნიერების, ის რომ ბოლო მიღწევები მედიცინის არის ასახული ჩვენს პროდუქტებში, ეს უდავოა და ამასთან ერთად ამაზე მე საუბარი კიდე სხვა დროსაც შეიძლება, მაგრამ კონკრეტულად ის პროდუქტები, რომლებიც თან ანთებით პროცესებზე იმუშავებს და ხელშეუწყობს ორგანიზმს, რომ მოერიოს ამ ანთებით პროცესებს, ხელშეუწყობს ჰორმონალურ ბალანსს, ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს, ის რაც ვთქვი და კუჭნაწლავის რეგულარულ კარგ მოქმედებას, ხო, ანუ ნორმალურ მოქმედებას და ყველაფერს თავისთავად სხვა ორგანოებისაც, აი ეს არის მთავარი, რომ ეს გააკეთოს ფუნქციურმა პროდუქტმა და აი აქედან წარმოგიდგენთ ახლა ჩვენს ლივს, რომელსაც აქვს მოკლედ ვიტყვი და გავივლი ამ ჯიფუს პროდუქტებს, ეს არის ანტიოქსიდანტური ნაკრები, ეს არის 8 სუპერხილს ვეძახით და ნუ სუპერს რო ვამბობთ, შეიძლება ვიღაცას ეცინებე, მაგრამ მართლა ისეთი შერჩეული ხილია, როცა მის შემადგენლობას გადაავლებ თვალს, ხო? მოცვი, ალუბალი, ბროწეული, მწვანე ჩაი, ალოე ვერა, შტოში, გოჯიბერი, ეს არის ყურძნის წიბწა, კიდევ რა გვაქვს აქ? ხო, ნუ ბევრი რაღაცა და მთავარი რაც არის ამ პროდუქტში აღსანიშნავი და ის რაც უეჭველად მუშაობს ჩვენი დახმარებაზე, ჩვენი უჯრედებისთვის დახმარებაზე, ეს არის რესვერატროლი და გლუტათიონი, რესვერატროლი, რომელიც ჭირდება როგორც ანტიოქსიდანტი, ჭირდება ჩვენს ორგანიზმს, შავი ყურძნის ჩენჩოსგან არის სხვათა შორის და ის ჭირდება ჩვენს ორგანიზმს, რომ მუდმივად უჯრედების განახლების პროცესში ხელი შეუწყოს დნმ-ის დაცვას. ანუ სწორად წავიდეს ეს პროცესი, უჯრედების განახლება. მუდმივად კვდება უჯრედები, მუდმივად აღდგება. ხო, ეს მიმდინარეობს სეკუნდებში, წამებში და მილიონობით და ტრილიონობით უჯრედი კვდება, რაღაცა თავისი სიცოცხლის ასაკი აქვს და ისევ ახალი წარმოიქმნება. ხო, აი ამ პროცესში დნმ-ის დაცვას უზრუნველყოფს ეს პროცესი. გლუტათიონი იმიტომაც დაამატეს, ეს ახალი სიტყვა არის პრაქტიკულად, ნუ ძველია, მაგრამ ყველაფერი ძველი ახალიაო, ხო ამბობენ, ხო? ყველაფერი ახალი ძველია. ამიტომ გლუტათიონი ეს არის ღვიძლის ფუნქციისთვის საჭირო ეს ფერმენტი, რომელიც შეიცავს 3 ამინომჟავას, რომელიც როგორც ბარიერი, ხო, აი ღვიძლის ფილტრს აკეთებს. ღვიძლი არის ორგანო, რომელიც დეტოქსს აკეთებს ფაქტიურად, ანუ ფილტრს აკეთებს, რომ ტოქსინები და ის, რაც ცუდია, ის არ გადავიდეს სისხლის მიმოქცევაში და აი ამაში საჭიროა აუცილებლად გლუტათიონი, რა თქმა უნდა, სხვა
სხვა ნივთიერებებთან ერთად, მაგრამ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომაც არის, რომ ამ გლუტათიონის დამატებამ, გოჯიბერის დამატებამ, შტოშის დამატებამ უფრო ძლიერი, უფრო მძლავრი გახადა მისი მოქმედება და როცა ადამიანი გრძნობს უკეთესობისკენ სვლას მალევე, როცა იწყებს ამ პროდუქტის მიღებას და რა დროს და როგორც ზოგადად ეხლა არ ვიტყვი არც ერთ პროდუქტზე, უბრალოდ მერე ვიტყვი საბოლოოდ რაზე შეიძლება იმუშაოს ამ პროდუქტებმა. შემდეგი პროდუქტი ეს არის რას შემომთავაზებ სილამაზის სასმელია, მაგრამ სილამაზის სასმელს ვეძახით კოლაგენი ჯენ 3, მაგრამ მე პირადად მიმაჩნია, რომ ეს არის სილამაზის სასმელიც, ეს არის ჯამრთელობის სასმელი და ეს არის ახალგაზრდობის სასმელი და რატომ? იმიტომ რომ აქ მარტო კოლაგენი არ არის, ეს არის კოლაგენი, ჰიდროლიზირებული, ძალიან მაღალი ხარისხის პრემიუმს აქაც შეიძლება სიტყვა ვიხმაროთ, შეგვიძლია მატრიცული სასმელიც უწოდებენ, იმიტომ რომ მატრიცული არ დაერქმევა სასმელს, თუ ის არ არის ძალიან მაღალი ხარისხის და ის ამის გარდა, კოლაგენის გარდა შეიცავს დანაწევრებულია, რა თქმა უნდა, და ადვილად ათვისებადია და ამით განსხვავდება ბევრი სხვა ფორმისგან კოლაგენის და ამავე დროს აქ დამატებულია ელასტინი მეორე, ძალიან საკვანძო ცილა ჩვენი ძვლებისთვის, სახსრებისთვის არის საჭირო ხო კოლაგენიც და ელასტინიც, საჭიროა ტანის კარგი მდგომარეობისთვის, ელასტიურობისთვის, ის რომ ანთებითი პროცესები არ განვითარდეს კანზე და ნაოჭები არ განვითარდეს ნაადრევად და პარალელურად თმის ცვენაზე, თმის ხარისხზე, რა თქმა უნდა, ფრჩხილების მტრევადობაზე, ეს გარეგნულად რაც არის, ამიტომაც უწოდებენ სილამაზის სასმელს, ესეც ძალიან მალე ვლინდება, მაგრამ ძალიან მალე ვლინდება მისი მოქმედება ძვლებზეც და სახსრებზეც, ვენებზე, სისწარღვებზე. ამიტომ როცა ამ პროდუქტს ვიღებთ, ჩვენ შინაგან ჯანმრთელობასაც ვაუმჯობესებთ და ეს ამაზე მეც აღარ გეტყვით, იმიტომ რომ საჭირო მეტის თქმა ნამდვილად არ არის საჭირო. შემდეგი პროდუქტი ეს არის სტემის სერია, სტემი 3D, სტემი და ომეგას სტემი ომეგა. სტემი ომეგაზე ცალკე დაგელაპარაკებით, მაგრამ ჯერ მინდა სტემი 3D და სტემზე გითხრათ, რომ ჩვენი დაბერება, ნაადრევი დაბერება გამოწვეულია არა მარტო დნმ-ის დაზიანებით და ცუდ მდგომარეობაში ყოფნით ჩვენი უჯრედის, არამედ არის და ჩვენ ნაადრევი დაბერება დამოკიდებულია ტელომერებზე, ეს არის ქრომოსომების დამცავი ასეთი კაფსულა, რომელიც მოკლდება ყოველი დაყოფის დროს უჯრედის და მისი აღდგენა წლების განმავლობაში სულ უფრო ძნელი ხდება და ამიტომ მოკლდება ეს ტელომერები და ირღვევა უჯრედის მთლიანობა და ესეც უწყობს ხელს ნაადრევ დაბერებას და მესამე ეს არის ღეროვანი უჯრედები, ძალიან მნიშვნელოვანია ღეროვანი უჯრედები ჩვენი ორგანიზმისთვის, ხო, ბავშვი რო იბადება, იქიდანვე მოდის ეს ღეროვანი უჯრედები, რომელიც თუ კი რამე საფრთხე ემუქრება ორგანიზმს, თუ კი სადღაც რაღაცა პატარა დაზიანება მოხდა, თუ კი რაღაც ჭრილობა მოხდა, თუ კი რაღაც არ ვიცი რა ნებისმიერი რამ, ღეროვანი უჯრედები საჭიროა რომ წარიმართოს იქით იმ დაზიანებებისკენ და დაიწყოს ჩანაცვლება იმ უჯრედების, დაზიანებული უჯრედების და მოხდეს აღდგენითი პროცესები და რაც უფრო მეტი თავისუფალი ღეროვანი უჯრედები არის მიმოქცევაში, სისხლში მით უფრო სწრაფად ხდება ეს აღდგენითი პროცესები და სწორედ ისეთი მცენარეები, რომლებიც აი ამ ტელომერების დაგრძელებაზე მუშაობს, ანუ სიგრძის შენარჩუნებაზე, სწორედ ის მცენარეები, რომლებიც ღეროვანი უჯრედების აქტიურ ფორმაში ყოფნაზე მუშაობს, ხო? და ის რესვერატროლი, რომელიც თქვი, ხო, დნმ-ის დაცვაზე რო მუშაობს, აი ამ სამი კომბინაციით არის ჯერ სტემი მაჩვენე, სტემი, რომელიც არის აი ამ სამი სიბერის მიზეზის შეჩერებისთვის, ანუ სიბერის მიზეზებზე მოქმედებისთვის საჭირო პროდუქტი და განსაკუთრებით ბევრი არის აქ ისეთი მცენარეები, რომლებიც პირდაპირ ღეროვან უჯრედებზე მუშაობს და სტემი 3D-ში არის ეს მცენარეებიც არის ზოგიერთი
და არის კიდევ დამატებული NAD პლუსი, ესეც ახალი სიტყვა მედიცინაში, ეს არის უჯრედის ენერგეტიკაზე მოქმედი ნივთიერება, რომელიც მიტოქონდრიებში არის ჩვენი ენერგიის წყარო და უჯრედები ენერგია საიდან იღებენ, რომ სინთეზი მოხდეს და ახალ-ახალი უჯრედების წარმოქმნა სწორედ მიტოქონდრიებში და სწორედ NAD პლუსი უნდა იყოს ჩვენს უჯრედებში, რომ ეს შეძლოს და აი ეს NAD პლუსის უკმარისობა ავსებს ის, რასაც შეიცავს STEMI 3D და ორივე ერთად STEMI 3D და STEMI ეს არის ერთობლივად შეიძლება მოხმარება, შეიძლება ცალ-ცალკეც, იმიტომ რომ ეფექტი ცალკე მოხმარებასაც ეფექტი ერთის მოხმარებასაც და მეორისაც აქვს ცალ-ცალკე, მაგრამ ერთად კიდევ უფრო ცოტა რთული პროცესების დროს ორივე ერთად ძალიან კარგად მუშაობს, ენერგიაზე მოდის ადამიანი, ხდება აღდგენითი პროცესები, უკან იხევს რაღაცა პატარ-პატარა ჯანმრთელობის პრობლემები და ძალიან ეხმარება ჩვენს ორგანიზმს. აი ეს მინდოდა და ომეგაზე ცალკე მინდა გითხრათ, რომ ომეგა არის ომეგა 3 ეს არის აუცილებელი ყველა ადამიანისთვის პროდუქტი, რომელსაც ვერ ვიღებთ, არ წარმოიქმნება ხო ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ ჩვენ უნდა მივიღოთ ის თევზის ცხიმიანი თევზისგან. თევზის ამდე ცხიმიანი თევზი ცოტა ძნელი ეს არის ხო, ზოგს არც უყვარს, ზოგს არ აქვს კიდევაც ხო, მაგრამ ომეგა 3 არის საჭირო იმისთვის, რომ წავიდეს გონებრივი განვითარება, ბავშვებიდან დავიწყებ, ბავშვებში გონებრივი განვითარება, კოგნიტური ფუნქციები, დამახსოვრების უნარი, დასწავლის უნარი, კონცენტრაციის უნარი, თუნდაც მეხსიერების უნარი და დამახსოვრება და მეხსიერება თითქმის ერთია ბავშვებში, ხო? დამახსოვრება უჭირს ზოგიერთებს, ხო? ამიტომ ბავშვებში აუცილებელი ომეგა 3 აუცილებელია ახალგაზრდებში, იმიტომ რომ ისინი უფრო მეტ ენერგიას გასცემენ, მეტად არიან დატვირთული გონებრივადაც, ფიზიკურადაც, ამიტომ საჭიროა მათი მიცემა და ბავშვებში ზრდისთვისაც, ხო, აი ძალიან ხელშემწყობი არის ომეგა 3 ზრდის პროცესის ბავშვებში და ძალიან ბევრს გვახსოვს, რომ ბავშვობაში არ ვიცი, ჩემი ასაკის ხალხს და ცოტა პატარებსაც ახსოვთ, როგორ დასდებდნენ ბებიები თევზის ქონს რო ეძახდნენ და საზიზღარი გემოთი, ხო? ამასთან ერთად აქაც ფორმულაა, ანუ დაიმახსოვრეთ, რომ ყველგან არის ფორმულები, ყველგან არის სკრუპულოზურად შერჩეული, აი უნიკალური ფორმულები არის, შერჩეული დოზირებაც კი, შემადგენლობაც კი იმისთვის, რომ მივიღოთ ძალიან მაღალი ეფექტი და ამიტომ ომეგა 3-ს დაუმატეს D3 ვიტამინი, აღარ შეუდგები ახლა დოზების და იმას, თვითონ ფორმა ომეგა 3-ის არის, რომ ვკითხოთ, ხო, ჩვენს GPT-ს და რომ მისცეთ STEMI ომეგა, ხო, ესეთ დახასიათებას მისცემს, მე მგონი არც ერთს არ აძლევს აი ომეგების სფეროში რომ მოითხოვოთ, ხო? და ამასაც აქვს ანტიოქსიდანტური მცენარები დამატებული, ანუ ანტიოქსიდანტური ფორმულაც არის, ეს კიდევ უფრო აძლიერებს მის მოქმედებას, ანთებით პროცესებზეც მუშაობს, იგივე ეხმარება გულს, რომ უფრო კარგად იმუშაოს, ეხმარება სისწარღვებს ჩვენსაც, რომ უფრო ელასტიურები იყვნენ, ეხმარება ქოლესტერინის დარეგულირებაში საკმაოდ კარგად და ამიტომ მას ხშირად უნიშნავენ ექიმები, კი არა და ძალიან ბევრი ექიმი ნიშნავს და ეხმარება ჩვენს თავის ტვინს ყველა ასაკში, მინდა გითხრათ და მხედველობაზე ძალიან კარგად მოქმედებს. მე ახლა 2.5 ესეთი სათვალით დავდიოდი, მესამე თვეა ომეგას ვსვამ და მე უკვე მხედველობაზე საკმაოდ ესეთი გაუმჯობესება მაქვს, ახლა ბოლომდე არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად იმუშავა ჩემზე მხედველობაზე, ენერგიაზე, ძირითადად ძვალსახსროვან სისტემაზე, ну, ამაზე მე ცალკე ჩავწერ კიდე ვიდეოს, აი შემდგომი ჩვენი პროდუქტიდან შეგვიძლია კოსმეტიკური ხაზი ჩვენთან მხოლოდ თვალისაცხია, მაგრამ ევროპაში, ამერიკაში არის გლოს ხაზი კოსმეტიკის, მე მოხმარებული მაქვს ეს პროდუქტები და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება გვიან დავბერდე, ხო, აი ნაოჭებზე და
მე არ ვარ მომხმარებელი დაუშვათ რაღაცა ხელოვნური ჩარევების და მუდმივად ვხმარობ მაღალი ხარისხის კოსმეტიკას და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ბრენდ კოსმეტიკას არ ჩამორჩება მისი მოხმარების შედეგებით და ძალიან განსაკუთრებით მომწონს შრატი, დღის და ღამის საცხი არის, ჩამოსაბანი არის, საოცარ კარგ მდგომარეობაში ამყოფებს ჩვენს კანს და თვალის საცხზე შემიძლია გითხრათ, რომ აი ჩალურჯებები, პატარა ტომსიკებს რო ეძახიან, ვეღარ ვამბობ რა ქვია, შეშუპებული თვალი, ჩალურჯებული თვალი როა ჩაშავებული, ხო? ამაზე დილას აღამოს მოხმარებით 3 თვეში, 3-დან 6 თვემდე არაჩვეულებრივი შედეგები აქვს და ამ კოსმეტიკას აქვს შედეგები კიდე პიგმენტური ლაქების 6 თვიანი მოხმარებით პიგმენტურ ლაქებზეც კარგად იმოქმედა, აკნეზეც მუშაობს და ძალიან ბევრი დადებითი კარგი თვისება აქვს. შემადგენლობას მერე თქვენი მომწვევები გაგაცნობენ, ვინც დაინტერესდებით. ეხლა მინდა ერთ პროდუქტზე, იმ პროდუქტზე, რომელიც შესავალშიც ითქვა, ხო? დაგვიბრუნდა, მე დღეს გამოვაქვეყნე, რომ ბრუნდება ჩვენი საყვარელი პროდუქტი და სხვა სახელით არის, მაგრამ BAO Plus-ის ტემის სერიაში შეიყვანეს, როგორც ტემი არის ყველაზე ესეთი ბრენდული პროდუქტების გაერთიანება, ყველაზე თანამედროვე მიდგომებით გამორჩეული პროდუქტებია მასში და იქ გაერთიანეს ჩვენი BAO Plus-ი. მინდა გითხრათ, რომ ის, ვისაც აქვს მოხმარებული წინა, მე აღარ ვამბობ სახელებს იმ თუნდაც რატომ არ უნდა ვთქვა პრინციპში მედი არა BAO Life-ი, ხო? დასაწყისში Baobab Life-ი, მერე BAO Life-ი მეორე პროექტში და ამ მესამე პროექტში გადმოვიტანეთ როგორც BAO Plus-ი და მინდა გითხრათ, რომ ის შემადგენლობა, რაც თავიდან იყო და რითიც შეიყვარა ჩვენმა მომხმარებელმა საქართველოში ეს პროდუქტი, იგივე შემადგენლობა გადავიდა მეორე პროექტში და იგივე შემადგენლობა გადმოვიდა ამ პროექტში ოღონდ ისეთი რამეები არის დამატებით, რომ აი მე თვითონ ძალიან აღფრთოვანებული ვარ მათი აი ასეთი მიდგომით, რომ ყველაფერი უნდა საუკეთესო იყოს, ყველაფერი უნდა ძალიან მაღალი ხარისხი იყოს და კიდევ უფრო მეტი ეფექტური იყოს, ხო? აი რა არის აქ მინდა გითხრათ, ეს არის ბაობაბის ნაყოფი, ბაობაბის ხეზე ძალიან ბევრი ინფორმაცია არის ინტერნეტში, შეგიძლიათ რომ დღეგრძელობის ხეს რო ეძახიან, სიცოცხლის ხეს ეძახიან, ბაობაბი რომ აი სამყარო რო დაარსდა, იქიდან არსებობს ეს ბაობაბი, ხო? აი ესეთი ლეგენდებიც არის და ვიცით ჩვენ ხო ბაობაბის ხეების ჩამოტანის ამბავიც და ანუ რატომ არის ასეთი ბუმი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხე არის თავისი თვისებებით, გამძლეობით, იქ სადაც როგორი აუტანელი პირობები არის ხო აფრიკაში, ეს ხე ინარჩუნებს საოცარ თვისებებს და მისი ნაყოფი, რომელიც ამ ნაყოფით რომ იკვებება, აი ეს გარემო, სადაც ამ ნაყოფით იკვებება მოსახლეობა, 2-ჯერ, 3-ჯერ მეც ცოცხლობენ, ვიდრე სხვა აფრიკის ქვეყნები, სადაც არ არის ბაობაბის ნაყოფის მოხმარება. აი მეც აღარ ვიტყვი ამაზე, თვითონ შემადგენლობაზე გეტყვით, რომ ეს ბაობაბის ნაყოფი არის უმდიდრესი, სუპერხილად ცნობილი, ესეთი სახელწოდებაც აქვს მას. ანუ ყველაზე უმდიდრესი შემადგენლობა აქვს თავისი ვიტამინებით, მინერალებით, ამინომჟავებით, შეუცვლელი ამინომჟავები შედის, რომელიც გარედან უნდა შევიდეს ჩვენს ორგანიზმში, ხო შეგნით არ წარმოიქმნება, ესეთი ამინომჟავები შედის. იგივე ომეგა-3 აქაც შედის, სხვათა შორის ომეგას რაღაცა ნაწილი, ცხიმოვანი მჟავები, შედის მინერალები, ცინკი, რკინა, მაგნიუმი, კალიუმი, ოღონდ ეს არის ის დოზები, რომელიც საჭიროა ჩვენი ორგანიზმისთვის, ხო, დიდი რაოდენობით არც ერთი არ არის აი ამ კუთხით, ხო? ის რაც სინერგიისთვის არის საჭირო, ანუ ყველა კომპონენტი ემსახურება, რომ სინერგიულად იმოქმედოს, ანუ ერთმანეთის მოქმედება გააძლიერონ და აი ეს უკვე მეცნიერების ნაშრომია, რომ აი ასეთი დოზირებით შემოდის. ყველა დოზა, ყველა მიკროდოზა, ხო, ყველაფერი არის სკრუპულოზურად დამუშავებული, ანუ
ბევრი კვლევა ხო, ცდები, კვლევები უდევს საფუძვლად ამ ყველაფერს და ამავე დროს ეს არის ბოჭკოების მატარებელი, ანუ ხსნადი და უხსნადი ბოჭკოები შედის მასში, ანუ კუჭნაწლავისთვის არის არაჩვეულებრივი, არის ანტიოქსიდანტი, შეიცავს ინულინს, ესეც ნაწილობრივ შეიცავს ინულინს, ძალიან დიდი აქვს დიაპაზონი მოქმედების და ეს გააძლიერეს ბაობაბის ნაყოფიდან მიღებული ფხვნილს და ამატეს კონჟაკის გლუკომანანი. ეს არის მცენარე, რომელიც ფხვნილია, მისი ექსტრაქტიდან გაკეთებული ფხვნილი, რომელსაც წყალს რო დაასხა მოცულობაში იზრდება საოცრად, ანუ დიდდება მოცულობაში და ანუ ბოჭკოებს ესეც შეიცავს და ის შეიცავს ისეთ ბოჭკოებს, რომლებიც მთელი კუჭნაწლავის გაყოლებაზე, ხო თვითონ ბაოპლიუსი ეს ფხვნილია და წყალში იხსნება და ჭიქაში სანამ გასქელდება, მანამდე უნდა დაილიოს სწორედ ამ კონჟაკის შემცველობის გამო, იმიტომ რომ იქვე დაიწყებს მოცულობაში მატებას და მერე ძნელი დასალებია და ეს კუჭში გაიზრდება მოცულობაში, ავსებს კუჭის ზედაპირს და მისი ბოჭკოები იწყებენ კუჭიდან დაწყებული, საყლაპავიდან დაწყებული, ხო, კუჭიდან და მერე უკვე ნაწლავებში რო გადადიან, ხო, თუ კი რამე არის ნაწლავის კედლებზე ტოქსინები, მძიმე მეტალის მარილები, უამრავი ბჭყალებში ნაგავი, ხო, რაც დაგვიგროვებია წლების განმავლობაში, ხო, აი ამის მოცილებას ნელ-ნელა შთანთქმას იწვევს და გამოტანას ჩვენი კუჭნაწლავიდან. შედის შტოში და აცეროლა, რომლებიც ასევე ანტიოქსიდანტური მცენარები არიან და ანთებით პროცესებზე ეხმარებიან ძალიან ორგანიზმს ანთებითი პროცესების დაძლევაში. მდიდარია აცეროლაც თავისი ვიტამინებით, C ვიტამინით განსაკუთრებით და ბაობაბით C ვიტამინით არის განთქმული, ბეჭდგუფის ვიტამინებით შედის და სხვა ყველა ვიტამინი ცოტ-ცოტა ყველაფერი შედის. და შტოში აცეროლა და ინულინი მინდა გითხრათ, რომელიც ვარდ კაჭკაჭასგან, როგორც ვიცი, არის ეს ინულინი და ეს ინულინი არის პრებიოტიკების სამი სახის ინულინი შედის დამატებული, ან მარტო ინულინი ქონდა აი ეს ვარდ კაჭკასგან და კიდევ ორი სახის ინულინი დაამატა ჩვენმა ჯიფუს მეცნიერებმა და ეს ორივე სახის ინულინი არის ნიადაგი, რომ ჩვენი ბიფიდოლაქტობაქტერიები, ანუ სასარგებლო ბაქტერიები გაიზარდონ, გამრავლდნენ და დაიწყონ ნორმალური მონელება ჩვენს კუჭნაწლავში, ხო? ძალიან ბევრს ვიცით ეს სიტყვა დისბაქტერიოზი, რას ნიშნავს, რომ აი ზუსტად ბიფიდოლაქტობაქტერიების ნაკლებობას და აი მას ხელს უწყობს. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ესეც არ იკმარეს და მარტო პრებიოტიკები კი არა ინულინის სახით, არამედ დაამატეს პოსტბიოტიკი, აი ასეთი სახელით არის ცნობილი დღეს პრობიოტიკებია, ოღონდ არა ცოცხალი ბიფიდო და ლაქტობაქტერიები, არამედ გადამუშავებული, ისე რომ ცოცხალი აღარ არის, მაგრამ ის თვისებები აქვს, რაც ბიფიდო და ლაქტობაქტერიებს და ეს არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ზოგჯერ ეს ცოცხალი ბაქტერიები შეიძლება ცოტა უკან შემოbrunებოდა ადამიანს, ხო? ამიტომ და უფრო მეტი კუჭნაწლავზე ზემოქმედებისთვის არის შექმნილი აი ასეთი ფორმულა. ბოჭკოებიც 3 მილიარდამდე ბოჭკო შედის ერთ ულუფაში, 10 გრამია ერთი ულუფა ფხვნილი, ამასაც აქვს თავის აზომი კოლსი და ერთ ჭიქაში იხსნება. და აი ეს ყველაფერი რისთვის არის საჭირო? პირველ რიგში ჩვენი კუჭნაწლავის 70% განაგებს მთელ ჩვენს ორგანიზმს, რო ვიცოდეთ, ხო? თუ კუჭნაწლავი არ არის წყობაში, მონელება დარღვეულია, ღვიძლი და ნაღლის ბუშტი მუშაობს ცუდად, მოუნელებელი საკვები გადადის და ტოქსინების სახით ევლინება მთელ ჩვენს ორგანიზმს უკვე სისხლის გზით რო გადადის. ის რაც კარგი საკვებია, ხო, რასაც შეიცავს, რასაც ვღებულობთ ჩვენ საკვებს და რაც კარგია, ისიც კი შეიძლება ვერ აითვისოს ასეთმა კუჭნაწლავის ზედაპირმა, აი ამ ლორწოვანმა, უფრო სწორედ კუჭნაწლავების ლორწოვანმა
აი ამის მოგვარება ხდება მონელების მოგვარება, ხდება ამაზე დამოკიდებულია მე ჩვენი ენერგიაც, ხო? ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც კუჭნაწლავის პრობლემები აქვს, უენერგიობას უჩივის, ხო? თუ კი ეს მოწესრიგდება, რა თქმა უნდა, ენერგიაც უბრუნდება ადამიანებს, ხდება დეტოქსი, ანუ თავისთავად ადრე ვთქვი, რომ ეს არის დეტოქსისთვის, ეს არის ანთებითი პროცესებისთვის და მონელებისთვის, კუჭნაწლავის პროცესების და პლუს კიდევ ერთი რამე, აი ამ კონჟაკის შემცველობის გამო და ზოგადად ყველა პროდუქტი, რომ აწესრიგებს აი ამ გორმონალურ ცვლას, ნივთიერებათა ცვლას და უამრავ რამე პროცესებს, ხდება წონის კორექციაც, რადგანაც ეს კუჭი რო სქელდება, ხო, იქ ნაკლები ადგილი რჩება მერე საკვებისთვის. ადამიანი ამცირებს ულუფებს საკვების, ვინც მიჩვეულია ბევრის ჭამას. ადამიანს უჩნდება დანაყრების შეგრძნება მალევე, ადამიანს უჩნდება ტკბილეულის მოთხოვნა და ცომეულის მოთხოვნა და ნუ რა ვიცი და გემრიელობები რო გვიყვარს ხოლმე, ხო? შეიძლება გვისმენთ კიდევაც ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან გიყვართ გემრიელობები, ხო? აი ამის მოთხოვნილებას ამცირებს და ამითი ხდება წონის კორექცია სხვათა შორის და ეს არის ძალიან კარგი რამე. მინდა გითხრათ და მე თვითონ ეხლა მე შევუდგები უკვე ჩემი შედეგის აღწერას აქ ვერ ვასწრებთ ერთ საათში უნდა ჩავეტიოთ მე მგონი ხო და ვერ ვასწრებთ ეხლა ბევრი ადამიანი შემოყვანას თორე იმდენი ხართ ეხლა აქ ვინც ხართ ისინიც კი 1-20% ხო ხართ ისეთი ვინც იყავით ბაულაიფის მომხმარებელი თვითონ თქვენგანს რო უთხრა აბა თქვი რამე ძალიან მაგრად იტყვის უბრალოდ მე ჩემ თავზე ვიტყვი რომ 2011 წლიდან ვარ აი ამ პროდუქტის მომხმარებელი და ეს პროდუქტი თავიდან დავიწყე უბრალოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, ნუ არ ვიცი, სახსრები მე არ მივარგო და კოჭლობით დავდიოდი, მუხლის სახსარით საერთოდ გაცვეთილი ხტილებით დავდიოდი, სითხე არ იყო შიგნით, მენჯბარძაყის დისპლაზია მქონდა დაწყებული კოქსართროს რო ეძახიან, ხო? ფარისებრი ჯირკვალი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში კუჭნაწლავი, 30 წლიანი მშრალი კოლიტი, რო წამლის გარეშე რო არ მიარსებია 30 წელიწადი და ამის გამო ნაღლის ბუშტი ჩათრეული საოცარ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, ძალიან ცუდად მუშაობდა, შაკიკი მქონდა, უენერგიობა, დაღლილობა, ეს წლები მომდევდა, აი ასეთი და ყოველთვის თავს ძალას ვატანდი, რომ საქმე მეკეთებინა და თან ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა, რომ პაციენტთან არ გამომემჟღავნებინა, რომ მე ასე ცუდად ვიყავი და ესეც ძალიან სტრესში მაგდებდა და ძილი არ მქონდა ნორმალური. ნუ მოკლედ ბევრი პრობლემა მქონდა, ამის აღწერა მაქვს ერთ დროს ჩაწერილი პატარა ვიდეოთი. მოკლედ დავიწყე ამ პროდუქტის მოხმარება და ფაქტიურად 2-3 თვეში კი არა და მეორე დღიდანვე დაიწყო რომ ტკივილები ნელ-ნელა შემიმცირდა, მეორე დღიდან დაწყებული ენერგია მეორე დღიდანვე მომემატა, ნელ-ნელა მემატებოდა ყოველ შემთხვევაში და სადღაც 2-3 თვის თავზე უკვე 7-8 კილო ნახევარი დავიკელე ყოველგვარი დიეტის გარეშე, როცა დიეტებზე 7 კილო რო დამეკლო, ალბათ 1-2-3 თვე მაინც უნდა ყოფილიყავი ძალიან მკაცრ დიეტაზე. თავისით მოხდა ეს, სულ არ მქონდა ამაზე მოლოდინი და აი ესე მოხდა. შემდეგ წამოვიდა ნაღველი უფრო გამისუფთავდა თირკმელებში მქონდა სილები და წამოვიდა ეს სილები და გამისუფთავდა ქრონიკული პიელონეფრიტი მქონდა და ესეც ამილაგდა შაკიკის შეტევა 1-2 მსუბუქად და მეტი არა ალერგიები მქონდა საშინელი ალერგიები თითქმის ყველაფერზე რაც კი ალერგენები არის ჩვენს ცხოვრებაში ხო ყველაფერზე ალერგია მქონდა ესეც ამილაგდა ესეც ყველაფერი კუჭნაწლავიდან იყო გამომდინარე რაც მე მაწუხებდა და აი როცა კუჭნაწლავი უკვე დარეგულირდა კუჭნაწლავის მოქმედებაც ხო ვიყავი უკვე სულ სხვა ადამიანი ან მეორე სიცოცხლე მე ასე ვამბობდი მაშინ რომ გამოვდიოდი პრეზენტაციებზე მე ამ პროდუქტმა მეორე სიცოცხლე მომანიჭა ანუ მეორეჯერ დავიწყე სიცოცხლე ტკივილების გარეშე, ავადმყოფობის გარეშე, ნუ არ ვიცი რა იყო ეს ყველაფერი. მხოლოდ ჩემ